გიგზავნით და მე მინდა დღეს რწმენაზე გელაპარაკოთ მეგობრებო. ჩვენ ვიცით რომ რწმენა სხვადასხვა გვარია. მინდა რომ ერთად მოდით გავიხსენოთ როგორ რწმენაზე არის ბიბლიაში საუბარი. არის მზარდი რწმენა, არის რწმენა რომელიც ეცემა, იკლებს, არის დიდი რწმენა, არის ბიბლიაში ნახსენები მცირე რწმენა ძვირფასებო, არის სტაბილური რწმენა და არის მერყევი რწმენა, რომელიც აღნიშნულია ბიბლიაში. მოხსენებულია მოქმედი რწმენა და უმოქმედო რწმენა. არის დამაჯერებელ რწმენაზე საუბარი ბიბლიაში და არის ეჭვიან რწმენაზე. არის სრულყოფილი რწმენა და არის არასაკმარისი. არის ცოცხალი და ასევე მეგობრებო, საუბარია ბიბლიაში მკვდარ რწმენაზე. გესმით? შეიძლება შენ კიდევ უფრო ბევრი გახსენდება, რაც არის ბიბლიაში, მაგრამ მინდა რომ მიუყვეთ ეტაპობრივად. როგორია ეს მკვდარი რწმენა? რას ნიშნავს მკვდარი რწმენა? ეს არის ის რწმენა, რომელსაც არ მოყვება მოქმედება და რომელსაც არ მოყვება საქმე. შეუძლებელია ღმერთთან ნებისმიერი სახის კონტაქტი, რომ შეძლო დამყარება მისი თუ არ გაქვს რწმენა. ამიტომ რომ ჩვენ მოძღვრავს ბიბლია ძვირფასებო, რომ ვისაც ღმერთთან უნდა ურთიერთობა, მას უნდა სწამდეს, რომ ის არის. ამენ. ღმერთი შეიძლება ყველას სწამს, მაგრამ შენი საქმეები განაპირობებს თუ როგორ და რა დონეზე. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთს არგო, მისთვის სათნო იყო. უხილავის დაჯერება და შესაბამისი მოქმედება არის ცოცხალი რწმენა ძვირფასებო. ამენ. იმიტომ რომ ფორმულირება რწმენის ყველა მზეპირად ვიცით, ხო? რწმენა არის უხილავის დაჯერება, დარწმუნება, დადასტურება იმაში, რაც ჯერ არ არის, მაგრამ გინდა რომ იყოს. იმიტომ რომ რწმენას კლავს დაუჯერებლობა და შესაბამისი მისიდან გამომდინარე საქმეების არ შესრულება. შეიძლება გწამდეს, მაგრამ თუ უმოქმედო იქნები, ესეთი რწმენა ნელ-ნელა მოკვდება. აი როგორც ჩიტის ფრთა. მოდით ნახოთ ეს ილუსტრაცია ძვირფასებო ჩიტის. აქ უფრო დიდი ფრინველია, ფრინველთა მეფე. ნახეთ, ვიცით რომ ჩიტს ფრთები აქვს და მინდა რომ წარმოვიდგინოთ რომ ერთი ფრთა არის რწმენა და მეორე საქმე. რაცა უნდა ძლიერი იყოს ჩიტი. აი ავიღოთ არწივი, ფრინველთა მეფეთ არის ის ცნობილი და აღიარებული. ერთი ფრთით შეძლებს არწივი ფრენას, ან ნებისმიერი ჩიტი. მხოლოდ რწმენით ვერ გაფრინდება. მხოლოდ საქმით თუ რწმენა არ არის, ვერ გაფრინდება ძვირფასებო. ამენ. ორივე ერთად აძლევს საშუალებას ფრინველს რომ იფრინოს. ამენ. შენ შეიძლება გწამს, მაგრამ შესაბამისი საქმეები თუ არ გაქვს, რომელსაც უფალი გეუბნება, ვერ მიაღწევ წარმატებას და ვერ მოშორდები იმ სკამს, რომელზეც ზიხარ. ვერ მოშორდები იმ საწოლს, დივანს, რომელზეც წამოგორებული ხარ. გესმით? იმ ადგილს, სადაც დგეხარ. ამიტომ აუცილებელია ეს. მოდით კიდე დამახსოვრებისთვის ეს ილუსტრაცია ვნახოთ ნიჩბებიანი ნავი ძვირფასებო. ნავში მждარ ხართ. წაგიყვანიათ ნავი ნიჩბით. იცი, მხოლოდ ერთი ნიჩაბი რომ მოусვა, წრეზე იტრიალებ და წინ ვერ წახვა. მეთანხმებით? მარტო რწმენას თუ მოусვა, წინ ვერ წახვა. შეიძლება იტრიალო და საერთოდ გაჩერდე. ან მარტო საქმეებს თუ მოусვა და არ იქნება მოქმედებაში რწმენა, წინ ვერ დაიძვრები. რა უნდა გააკეთე რომ წინ წახვიდე? ორივე ერთად ძვირფასებო, გესმით, უნდა მოკიდო ამ ნიჩაბს ხელი, რწმენა და საქმე. ერთად უნდა წავიდეს, ესეთ შემთხვევაში მოხდება შენი წინსვლა. ძალიან ბევრ ქრისტიანს უყვირს რომ ბიჭო თითქოს კარგად ვიქცევი, ეკლესიაში დავდივარ, ბიბლიას ვკითხულობ, ღმერთისას ვაძლევ, მიყვარს. რატომ არ ვიძრები ერთი ადგილიდან და ვარ ერთი და იგივე ადგილში ამდენი ადგილზე, ამდენი წელი? იმიტომ რომ
პარალელურ რეჟიმში არის საჭირო ძვირფასებო. ველოსაპედზე ხომ ჯდარ ხართ. წონასწორობა რო დაიცვა, მუდმივად უნდა ატრიალო ის. მარტო ერთს ვერ დაატრიალებ. შეიძლება დაეცე. ესმეთ, აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ შევიდეთ ამ საკითხში და საერთოდ შევეხოთ ძვირფასებო ბიბლიაში ნახსენებ აბრაამს, იმიტომ რომ მას ეწოდა რწმენის მამა. და ესეც სათაურით აბრაამის ცოცხალი რწმენა, მინდა რომ დღეს გელაპარაკოთ. და ეს სული წმინდამ გახსნას თქვენი გონება და გაგხადოთ სწრაფი მოსმენაში და ნელი ლაპარაკში. ამენ. აბრაამის ცოცხალი რწმენა. ჰალელუია. რატომ ეწოდა მას ასე? ჰალელუია. მოდით ნახოთ ძვირფასებო იაკობის 2:26-ზე. როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე. ძვირფასებო, როდესაც ადამიანის სული ტოვებს სხეულს, მაშინ არის დიაგნოზი, სიკვდილი. ამენ. სანამ ადამიანი სუნთქავს, ის ცოცხალია. მკვდარი არის ის, ვისშიც აღარ არის ეს სული. ჩვენთან ესე პრიმიტიულად ამბობენ რომ ეს სუნთქვა არისო, მაგრამ სუნთქვა არ არის. სულია, რომელიც სიცოცხლეს აძლევს. ჩვენ ღმერთის მსგავსი სული ვართ, ღმერთმა ჩვენ სხეულს, უმოქმედო სხეულს, შთაბერა სიცოცხლის სული და იმიტომ ვართ ცოცხლები. გესმით? რომ სუნთქავთ კი არა, ღმერთის სული რო გვიდგას. ამიტომ ნახეთ, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, გესმით? მკვდარია. იმიტომ რომ სული არ არის მასში. სული რო არ არის, იმიტომ ვეღარ სუნთქავს. მიხვდით? და ასევე რწმენაც, თუ მას შესაბამისი საქმე არ აქვს, ეს არის მკვდარი რწმენა. აი აქედან წამოვიდა ეს ტერმინი ძვირფასებო და მინდა რომ დღეს გავაცოცხლოთ რწმენა და მორწმუნეები ვიყოთ და არა რელიგიურები. ესმეთ, რომ შევასრულოთ ღმერთის ნება. აბრაამს ღმერთმა მეგობარი უწოდა. ყავს მეგობარი? იცი, ვინც იტყვის რომ მე ქვეყნის მეგობარი მყავს, ეს არასწორია. ამიტომ რომ იცით ესეთი მეგობრები როგორ კატეგორიას განეკუთვნებიან. როცა რაღაცა გაქვს, მაშინ არის შენი მეგობარი. როცა აღარ გაქვს, მაშინ აღარ არიან. ამიტომ რომ ბიბლია ნამდვილ მეგობარზეც საუბრობს და მე საერთოდ თემას ვამზადებ მეგობრობაზე და ჩვენ ერთ დღეს ვიქადაგებ მეგობრობაზე. მაგრამ იცი, რატომ ღმერთმა უწოდა აბრაამს რომ შენ ხარო ჩემი მეგობარი? ჩვენ შეიძლება ვიღაცას ვუწოდოთ მეგობარი. შეიძლება ვინმეს აქვს რაღაც ესეთი პრეტენზია, რომ რატომ არავინ არ მეგობრობს მასთან. ყველაზე ადვილი გზა. იცი რა არის? შენ უნდა იყო ვიღაცის მეგობარი, რომ გახდნენ შენი მეგობარი. ამენ. არ უნდა ელოდო სხვისგან. ჰალელუია. ღმერთი მეგობრად არ მოიხსენიებს ურწმუნო ადამიანს. გესმით? თუ ღმერთმა უწოდა აბრაამს მეგობარი, ესე იგი რაღაც მოეწონა მასში. ღმერთი არ უწოდებს მეგობარს იმას, ვისაც სწამს, მაგრამ საქმეები არ აქვს. ეს არის მკვდარი რწმენა. საერთოდ, საიდან იწყება მეგობრობა? რა განაპირობებს ადამიანთან დამეგობრებას ვიფასებო? არის რაღაც საერთო შეხების წერტილები, მსგავსი გემოვნება, მოგწონს რომ იგივენაირად აზროვნებს, მოგწონს ადამიანი, იმიტომ რომ მასაც იგივე მაგალითად მუსიკოსები მოსწონს, რომელიც შენ, გესმით, რაღაც მსგავსი შეხედულებებია, ერთნაირი რაღაც გატაცება, ერთმანეთისადმი თანადგომა და ეს არის იმისი საფუძველი, იმისი საძირკველი, რომ დაიწყოს და განახდეს მეგობრობა. ამიტომ ღმერთი არ დაიწყებს შენთან მეგობრობას, თუ არ გწამს მისი. და რწმენა რა არის ძვირფასებო? თუ ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ, ხო? ჩვენ არ გვჭირდება რომ გქონდეს რწმენა. აი, იცით, უაზრობა იქნება ძვირფასებო, აბსოლუტური ნონსენსი, მე რომ ეხლა ვთქვა მაგალითად. ნიკა მე მწამს, რომ შენ დაგინახავ. ხო აბსურდია ძვირფასებო. ადამიანს რო ხედავ, იქ რწმენა აღარ გჭირდება. ჩვენ ხომ გვინდა სასუფეველში გავატაროთ მარადისობა? გვინდა სამოთხეში?
იქ რომ მივალთ, ჩვენ აღარ დაგჭირდება რწმენა, რომ ღმერთი ვნახოთ. ამენ. იმიტომ რომ ღმერთს დავინახავთ, როგორც შენ მე მხედავ და მე შენ ახლა. მაგრამ ვიდრე ვერ ხედავ, რაც გინდა, გჭირდება რწმენა, იმიტომ რომ რწმენა არის უხილავის დაჯერება. ამენ. ამიტომ მე რომ გითხრა შენ, ახლა ლუკა, მე მწამს რომ შენ დაგინახავ. იცი, რაღაცების ფიქს დაიწყებ ჩემზე, იტყვი რომ ვერ არის, ხო? ვერ გამოიძინა, ცოტა ავათხო არ არის. თუ გიყვარს ჩემი თავი, იტყვი ღმერთო უშველე. ამენ. მე არ მჭირდება რწმენა, რომ დაგინახო შენ. მე გხედავ. ამენ. მე არ მჭირდება რწმენა იმისთვის, რომ რაღაც ვიღაცას დავპირდე. იმას თუ პირდები, აუცილებლად ჭირდება, რასაც პირდები, აუცილებლად ჭირდება შესაბამისი რწმენა ძვირფასებო. საქმესთან ერთად. ესმეთ? ზოგი არის აპელირებული მხოლოდ იმაზე, რომ რწმენა უნდა გქონდეს. ზოგი ამბობს, რომ საქმეა მთავარი. ჩვენ უფალი გვეუბნება, რომ საქმით ვერავინ ვერ გადარჩება. ამენ. მაგრამ ჩვენი პრინციპი რა არის, როგორც ჩიტის, ორივე ფრთა, რწმენა და საქმე. ამენ. რწმენა და საქმე. რწმენა ამას შესაბამისი საქმე ჭირდება. ალელუია. საქმის გარეშე რწმენა მკვდარია, რწმენის გარეშე საქმე. ეს საერთოდ რელიგიაა. ამიტომ ეს ყველაფერი არ უნდა აგვერიოს. ამიტომ ძვირფასებო, ღმერთმა იმიტომ უწოდა აბრაამს მეგობარი, რომ მან თავი მოაწონა რწმენაში, როგორ რწმენაში? საქმეებთან ერთად. მან საქმე მიაყოლა და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ ჩვენ. ჰალელუია. თუ შენ საქმეებიც გაქვს რწმენასთან, მაშინ ხარ კანდიდატი, რომ ღმერთმა გიწოდოს მისი მეგობარი. იმიტომ რამდენი ქრისტიანია დღეს ძვირფასებო, რწმენა აქვს, მაგრამ საქმეები ჯერ არ დაუწყია. ესეთ შემთხვევაში შენი რწმენა მკვდარია. თუ ამ კატეგორიას განეკუთვნები. ამიტომ უფალი ელოდება შენსგან რას? საქმეებს. რა საქმეებს აკეთებ? რას განიცდის შენი რწმენა? ჰალელუია. ჰალელუია. რამდენი მორწმუნეა დღეს, რომელიც თავს იტყუებს, რომ მორწმუნეა. ის ამბობს, რომ მორწმუნეა. იცი, შენ თუ ამბობ, რომ მორწმუნე ხარ, ცუდი არაფერი არ არის ამაში, მაგრამ თუ შესაბამისი საქმე არ გაქვს, არ მოყვება ამას შესაბამისი საქმე, მაშინ თავს იტყუებ და გთხოვ, გადახედო შენს რწმენას. ამენ. მორწმუნე. ნახეთ, ცოცხალი ადამიანი შეუძლებელია რომ იყოს უმოქმედო. ვინ არის უმოქმედო? ვინც მკვდარია უკვე. შენი რწმენა რა მდგომარეობაშია? მოდი გადახედე ამას. მოქმედია თუ მკვდარია? თუ მკვდარია, დღეს უფალს ვთხოვოთ, რომ აღადგინოს მკვდრეთით. ამენ. თუ გინდა, რომ გქონდეს რწმენა საქმეებთან ერთად. ჰალელუია. რამდენი მორწმუნეა დღეს ეკლესიაში, მაგრამ ეკლესიის მიღმა როგორ იქცევა? სახლში როგორი მორწმუნე ხარ? წესით სახლშიც ხომ იგივე მორწმუნე უნდა იყო? აქ თუ დაიწყე მორწმუნეობა, სახლშიც უნდა გაგხვეს, ხო იგივე რწმენა. იქ როგორ იქცევი? გარეთ, საზოგადოებაში. იმიტომ რომ ჩვენ საფუძველს გვაძლევს რწმენისთვის ძვირფასებო ღმერთის სიტყვა. ნახეთ, ძალიან ბევრს იცით რა გგონია, მოტყუებულია. კარგად მომისმინეთ. იმიტომ რომ თუ ბიბლიას იკითხავ, რწმენა მოგეცემაო. და არსად არ უთქვამს ღმერთს, რომ რწმენა მოდის კითხვისგან. ბიბლია გვეუბნება, რომ რწმენა მოდის მოსმენისგან. თუ კითხულობ, რწმენას არაფერი არ შეემატება. რასაც კითხულობ, ისე ყურადღებით უნდა იკითხო, რომ ეს შენს სმენას კვებავდეს. შენი წაკითხული უნდა ესმოდეს შენს ყურს. მაშინ მოგემატება რწმენა. რისგან არის რწმენა? მოსმენისგან. არ წერია კითხვისგან. კი ბატონო, კარგია კითხვა, მაგრამ თუ შენ კითხულობ და ფიქრობ სხვა რაღაცაზე, ესმეს? თუ კითხულობ და ფიქრობ სამუშაოზე ხელფასი უნდა მოგიმატო, თუ კითხულობ და ფიქრობ ყანა გაქვს დასახნელი და მოსაფარცხი,
თუ კითხულობ რომ რაღაც გინდა გააკეთო, რაღაც იყიდო, რაღაც დარგო, რაღაც ააშენო, სადღაც წახვიდე, არ ესმის ბიბლია შენს ყურს. შენს გულს უნდა ესმოდეს ბიბლია. ამენ? შენს გულს უნდა ესმოდეს შენი წაკითხული. თორე ისე ამოიდე იღლიაში ბიბლია და იარე მთელი ცხოვრება, გექნება რწმენა. იგივეა. შენ უნდა უსმინო, რასაც კითხულობ და ესეთ შემთხვევაში დაიწყებს შენი რწმენა ზრდას. ესეთ შემთხვევაში გაიძულებს ეს რწმენა რომ ამოქმედდე. ჰალელუია. ამენ. თუ არ მოქმედებ ღმერთის სიტყვისამებრ, მაშინ ავტომატურად დაიწყებ მოქმედებას ვიფასებო ტრადიციისამებრ, რელიგიისამებრ, ხალხის ჭკუით მოგიწევს სიარული. აი ხალხი სადაც მიდის, იქეთ გაგიტაცებს ეს მიმდინარეობა, ეს მოძრაობა, გესმით? ამიტომ ჩვენი წინამძღოლი უნდა იყოს ბიბლია. ამენ. მეუბნება ბიბლია, მაშინ უნდა გავაკეთო. არის გადახვევა, მაშინ მე უნდა გავჩერდე და ვეძებო გზა რომ გავყვე ისევ ღმერთს. ამენ. ვიფასებო, მეგობრობა არ არის ერთმხრივი. თუ ღმერთმა თქვა რომ ჩემი მეგობარია აბრაამი, აბრაამიც იყო მისი მეგობარი. ამენ. მე ვერ ვიტყვი რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ, თუ მე არა ვარ შენი მეგობარი. ჯერ მე უნდა გავხდე შენი მეგობარი, რომ შენ გახდე ჩემი. ყველა მიმეგობრეთ ჩემთან და მე არ მცალია თქვენთან მეგობრობისთვის. ეს არის გამორიცხული აბსოლუტურად ვიფასებო. იმიტომ რომ ჩვენ ამით ვერ ვისწავლით ერთობას. ის ორხრივი უნდა იყოს. ამენ. სანდოა უფალი? ენდობი უფალს? იესო არის ყველაზე ერთგული და უღალატო მეგობარი. ამენ. რას გასწავლის მეგობრობა ღმერთთან? რომ იყო უერთგულესი და რომ იყო უღალატო. უფალი არასოდეს არც კი გაიფიქრებს რომ გიღალატოს. უფალი არასოდეს არც კი გაიფიქრებს რომ გიორგულოს. ის არის სათავე წყარო ერთგულების და შენდამი სიყვარულის ვიფასებო. ამენ. ჩარლზ სპერჯენს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი. ენდო ღმერთს, როდესაც ირგვლივ ნათელია და ჩანს ყველაფერი. ეს არის ძალიან ადვილი, არაფერი არ არის, მაგრამ ენდო ღმერთს, როცა ირგვლივ წყვილადია და გაურკვევლობა, აი აქ გამოგიმუშავდება ნამდვილი ნდობა. არ იცი არაფერი, ვერ ხედავ ვერაფერს და უბრალოდ აკეთებ, იმიტომ რომ ღმერთმა გითხრა. ეს არის ნდობის უმაღლესი გამოვლენა ვიფასებო. ხალხი მიჩვეულია რას? თომამ რომ თქვა, თუ არ დავინახე ისე ვერ ვირწმუნებ, თუ არ შევეხე ისე ვერ ვირწმუნებ. იცი, ადვილია რწმენა, როდესაც ხედავ იესოს. ამენ. მაგრამ როდესაც ვერ ხედავ და გჯერავს, ეს აძლიერებს შენს რწმენას. ჰალელუია. იცით, ღმერთისა და აბრაამის მეგობრობა ძალიან კარგად დაიწყო. იმიტომ რომ აბრაამი ცხოვრობდა ძალიან კომფორტულად. აბრაამი იყო ძალიან შეძლებული ადამიანი. მას ძალიან ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდა. ვიფასებო, მაშინდელი ფული ეს არის ფარა თუ ჰყავდა დიდი. ამენ. დღეს მდიდარ ადამიანზე არ ამბობენ რომ რა მდიდარია ადამიანი, 500 სული აკლე მიყავს, 1500 ცხვარი ყავს. ამით არ ითვლება დღეს სიმდიდრე. მაშინ ეს იყო სიმდიდრე და აბრაამს ძალიან ბევრი ჰქონდა. და იცით, ღმერთმა რა უთხრა? საერთოდ ერთგვარი შოკი იყო აბრაამისთვის. ყველა ეუბნებოდნენ აბრაამ რა მდიდარი ხარ და ღმერთი ეუბნება. აბრაამ, მინდა გაგამდიდრო. გესმით? და აბრაამი ალბათ ფიქრობდა, ბიჭო, მე მეგონა რომ ვიყავი მდიდარი და თუ შენ კიდე უნდა გამამდიდრო, მაშინ არაფერი არ ყოფილა. ამენ. იცი ღმერთი რას გეუბნება დღეს შენ? მინდა მორწმუნე გაგხადო. ამენ. მინდა ერთგული გაგხადო. ჰალელუია. და კითხვა ხო დაგებადება რა? არ ვარ ერთგული? არა ვარ მორწმუნე? გესმით? იმიტომ ღმერთი რო ამბობს, ესე იგი არ ხარ. ჰალელუია. შენ რაც ხარ, გგონია რომ ხარ.
მაგრამ მე, რასაც მოგცემ, ის არის ნამდვილი, ის არის ორიგინალი, ის არის ასლი, ის არის ჭეშმარიტი. და რას ეუბნება, ნახე, მე მინდა შენ გაგამდიდრო, ეს მერე უთხრა, დასაწყისში არა. ჩვენ მიჩვეული ვარ დასაწყისში პირობა გვითხრან და მერე ვაკეთებთ. მაგრამ ღმერთი არასოდეს პირობას არ თავაზობს არავის. ის ეუბნება, შენ ეს უნდა გააკეთო. გესმეს? რა უთხრა? აიღე შენი ყველაფერი, როგორც იესო გვეუბნება დღეს, მიატოვე ყველაფერი და გამომყევი. გესმეთ? აბრაამს უთხრა, მიატოვე შენი სახკარი, წარმოგიდგენიათ მდიდარ აბრაამს როგორი სახკარი ექნებოდა? მიატოვე ყველაფერი და წადი, გამოდი მაქედან და წადიო. ნახეთ, ეხლა მე შენ რო გითხრა წადი. ხომ დაელოდები რომ ბოლო-ბოლო ამოვიღო პირიდან და გითხრა სად? ამენ? კაცმა რო გითხრა წადი, ელოდები ხო მითხარი სად? და ღმერთმა არ უთხრა აბრაამს სად უნდა წასულიყო. და თან ყველაფერი მიატოვე და წადიო ეუბნება. აი რას ნიშნავს მეგობრობა ძვირფასებო. ამენ? მიატოვე ყველაფერი და წადი. და მერე უთხრა. იქ არ წერია აბრაამს არც უკითხავს სად. გამოდი. ამიტომ ვიდრე ღმერთი გეტყვის სად უნდა წახვიდე, მანამდე უნდა მოშორდე იმას სადაც ხარ. და ეს უნდა გააკეთო რწმენით. ამენ? როგორ? დაუჯერო ენდო. ჰალელუია. და მერე უთხრა რომ გაკურთხებო. ჰალელუია. დღეს ხალხი ეკლესიაში არ დადის. და როგორ მოახერხებს რომ მიატოვოს ყველაფერი და წავიდეს სადღაც. რა თქმა უნდა ადამიანი გაიქცევა ეკლესიაში რომ გამოცხადდეს ვინც მომდევნო კვირას მოვა ეკლესიაში ყველას ვჩუქნი 3000 ლარს კურთხევისთვის ყველა მოვა. ამენ? არანორმალური უნდა იყოს ადამიანი რომ არ მოვიდეს ამ კურთხევისთვის. ჰალელუია. ეგრეა ძვირფასებო. მაგრამ ისეთ კურთხევა სად არის? როდესაც შენ არა ხილულში, არამედ უხილავში დგამ ნაბიჯს. ამენ. როცა ღმერთი შენზე დაიტრაბახებს და იტყვის, ნახე როგორ მენდო. როგორ მენდო გენო. არც უკითხავს სად ვუშვებ, მიატოვა ყველაფერი. ამენ. იმიტომ იცი ჩვენ პირობა გვაიტა, აბა მე რა მექნება. გახსოვთ დავითი გოლიათი რომ აშინებდა მთელს არმიას ისრაელის. იცი რა უთხრა დავითმა? მე რომ მაგი მოვკლა, რამდენ ხელფას მომცემთო? ებრაელები ფულზე ფიქრობენ. მე რა მომიწევს რომ ეს ჩამოვაგდო ეგ კაცი მისი ტახტიდანო. და მე მეორეჯერაც დაუსვა ეს კითხვა და ნუ დავის უთხრეს. მეფის სიძე გახდებიო. და ნახევარ სამფლობელოს მოგცემს კიდე მის სამეფოში. ყველა წავიდოდა კაცო. იქნებ გამიმართლოს რა. ამენ. აბრაამს უთხრა ღმერთმა. მიატოვე ყველაფერი და წადი. არც უხსენებია მისამართი ძვირფასებო. და ნახეთ რა გააკეთა აბრაამმა. ხომ შეიძლება კითხო, ცოლი ხომ მაინც ეტყოდა? ბიჭო, აი ახლა ჩემი მიმკტარი სახკარი. სადავტიო. გესმეთ? ამდენი რაღაცა. ეს ყველაფერი ამუშავებული. ვის ვუტოვებთ? ძალიან ძლიერი გამოცდის წინაშე დადგა აბრაამი. ამით ღმერთი გვასწავლის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი გამოცდისთვის ვიფასებო. ამენ. თუ ღმერთი გეუბნება და ღმერთის სიტყვა არის ნათქვამი, ჩვენდამი, ბიბლია ნიშნავს რომ შენ გელაპარაკება უფალი. ამენ. რასაც ბიბლიაში კითხულობ, ეს შენ გეხება. ჰალელუია. შენს ბიბლიაში რაც წერია, რომელსაც შენი თვალები უყურებს, შენ გეხება. ამენ. როგორც სარკეში. სარკეში რო უყურებ, ვის ხედავ? მე?
სარგეში გაქვს სარგე? მოდი შეხედე სარგეში. შენ თუ შენ სარგეში მე და მინახავ. ლოცვაა საჭირო შენზე. ამენ. ვის ხედავ სარგეში? თუ რამე წერია ის, ეს ამას ეკუთვნის. თუ კაი რაღაცა წერია, ეს ჩემია. თუ მხილებაა და ცუდი, შენ გეკუთვნის ეს. ესეთი, ხო, ადამიანი რომელიც სარგეში იყურება და სხვას ხედავს, галлюცინაციაა. ამენ? მოჩვენებები. სამკურნალოა ესეთი ადამიანი და ქრისტიანები არიან ძვირფასებო. ბიბლიაში იყურებიან და სხვას ხედავენ. ბიბლიაში უნდა დაინახო შენი თავი. კარგი წერია შენ გეხება, გამოსწორებაა საჭირო შენ გეხება, ხილებაა შენ გეხება, ცემა არის შენ გეხება, კურთხევა არის შენ გეხება. ამენ. ამენ. ჰალელუია. დაიმახსოვრეთ ეს. ღმერთს უნდა რომ გასწავლოს რწმენა. ამენ. ამიტომ რასაც ბიბლიაში კითხულობ, ეს არის შენთვის. და თუ გეუბნება ღმერთი რომ რაღაც გააკეთე, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთო. ამენ. თუ არ ჩანს როგორ არ დაიწყო კითხვების დასმა. ამენ. იმიტომ რომ როდესაც ღმერთი გწდის, ნახეთ, გამოცდაზე ხართ ნამყოფი? გამოცდა რა არის? მანამდე სწავლობ. ამენ. და მე უნდა ჩააბარო რაც ისწავლე. ყავს კარგი მასწავლებელი, კარგი მწვრთნელი ყავს, ხო? აი მაგალითად სპორტსმენი. ეხლა ჩემპიონატია თბილისში იმართება ჭიდაობაში, ჩვენები ძლიერები არიან ჭიდაობაში. ზაური მოჭიდავია ყოფილი. იცი, კარგ მწვრთნელზეც არის დამოკიდებული რომ კარგი სპორტსმენი გაიზარდოს. მაგრამ რაში არის საქმე, ნახე. მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს რომ გასწავლოს, მაგრამ შეჯიბრება რომ იწყება. ვინ უნდა იჭიდაოს მწვრთნელმა? აბა ვინ? შენ და რა უნდა გააკეთო, რაც გასწავლეს. ამენ. ბიბლია ამიტომ უნდა ისწავლო, რომ როდესაც შეხვალ გამოცდაში, პრობლემებში, გასაჭირში, რასაც გეუბნება, შენი მწვრთნელი ის უნდა აკეთო. ამენ. იმიტომ ძალიან ბევრი როგორა იცი? აი, ასწავლა მწვრთნელმა და მიდი რა შენ მწვრთნელო შენ იჭიდავე ახლა. მეხტეთ და ძალიან ბევრი ესე ვიქცევი ძვირფასებო. ბიბლია გვაქვს, კითხულობთ, მაგრამ როდესაც განსაცდელში ვართ, ღმერთს ვეუბნებით, მწვრთნელო, შენ გაიმარჯვე წადი გოლიათზე. და იესო არ წავა. ამენ. შენ უნდა წახვიდე. და თუ წახვალ, შენთან იქნება იესო. ამენ. ის გასწავლიდა, ყველაფერს აკეთებდა, შენ ხო იყავი მასთან. ეხლა შეიცვალოს უნდა. შენ უნდა წახვიდე და ის იქნება შენთან. ამენ. აი რა მოგცემს რწმენას. მარტო ეკლესიაში სიარული არ არის ძვირფასებო. მე მინდა სწორად გამიგოთ. ეკლესიაში მოსვლა, რაღაც სიმღერის მღერა, შესაწირის ჩაგდება არ არის რწმენა. შენ უნდა მოიქცე, რასაც ბიბლია გეუბნება ისე, დაუჯერო, შეასრულო. და ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცას გეუბნება ღმერთი, რაც არ გინდა რომ გააკეთო. ამენ. რომელი ცეკვავდა და ხტოდა აქა, როდესაც ჩამოიარა ყულაბა. ყოველ კვირას, ყოველ ეკლესიაში არის შესაწირავი. ვინ ცეკვობს, რა შესაწირავი მოდის, ეხლა ჩავაგდებ ყველაფერს. რატო არ აკეთებ ამას? იმიტომ არ გინდა. მაგრამ ღმერთმა თქვა და ღმერთს უნდა რომ ყოველთვის აკეთო. ამენ. ღმერთი გეუბნება შენს თვალებს არ მოშორდეს ბიბლია და ყოველდღე კითხულობ. მე არ დაგისვამ კითხვას, წაიკითხე თუ არა დღეს ბიბლია. ამიტომ წესით უნდა წაიკითხო. მე არ დაგისვამ კითხვას, ყოველ საღამოს ლოცულობ. იმიტომ რომ იცი, შენ რომ მითხრა არა და თვალებში უკვე ვხედავ რას აკეთებ. გიცნობ წლებია. მე შემწხვება და გამოასწორე ეს საკითხები. ამენ. იესო, შენ ხომ ჩემი უფალი ხარ. მოდი რა, შენ წაიკითხე ჩემს მაგივრად. შენ ილოცე ჩემს მაგივრად. შენ შესწირე ჩემს მაგივრად. შენ შეურიგდი ჩემს მაგივრად და აპატიე.
შენ შეიყვარე მტერი და ესო შენთვის ადვილია, მოდი შენ მიუშვირე რა მეორე ლოყა. მე რატო უნდა მიუშვირო? გესმით? გამოცდა ისეთია, რაც არ მოგწონს. მაგრამ რწმენის ნაბიჯი უნდა გადადგა. გინდა ცოცხალი რწმენა გქონდეს? გინდა დღეს გაგიცოცხლდეს რწმენა? რომ ნამდვილი მორწმუნე გახდე და არა ესეთი რელიგიური რა. მოდი ეკლესიაში, ანდა რაღაცა მოგიტანა, როგორც ბუმბული, ქარი რომ აიტაცებს და ხან იქეთ მიაგდებს, ხან აქეთ. დღეს კვირა, მოდი გავყვეთ ქარს. რწმენით უნდა მოქმედებდე. ამენ. შენ ღრმა რწმენა უნდა გქონდეს, აქ თუ ხარ მოსული. ჰალელუია. შენ უნდა გქონდეს კონტაქტი ღმერთთან, იმიტომ რომ მას უნდა შენთან მეგობრობა. ამენ. მას უნდა რომ გასწავლოს და შემდეგ შეასრულო. ჰალელუია. გახდი მორწმუნე. უთხარი შენს გვერდით ვინ ძის? გახდი ცოცხალი რწმენის მქონე. ამენ. უთხარი რამოდენიმეს იქონია ცოცხალი რწმენა. ნახეთ, ერთი ესეთი გამონათქვამია ძვირფასებო. რწმენა არის ის, რასაც აკეთებ. ამენ. და დანარჩენი ყველაფერი არის რელიგიური საუბრები. ამენ. რწმენა არის, რასაც აკეთებ. ყველა დანარჩენი. ამბობ, ასწავლი ვიღაცას, დღეს მომრავლდა მასწავლებლები. დანარჩენი არის რელიგიური საუბრები. ლაპარაკობ უბრალოდ. ამიტომ იყავი მორწმუნე. ჰალელუია. ძვირფასებო, ა ブラ ამისთვის უფრო მეტად ხო აკურთხა ღმერთმა რომ გამოიყვანა იქიდან. არ გახდა დაბრკოლება სიმდიდრე. უმდიდრესი ადამიანი გახდა ა ブラ ამი. ესეც გამოცდა. როდესაც რაღაცა გაქვს, როდესაც არ გაქვს, ღმერთი გწდის, როდესაც გაქვს, მაშინაც გწდის. ამენ. როდესაც არ გაქვს, ისი რაში გწდის ღმერთი? როგორი მომთმენი ხარ? ხომ არ გშურს მაშინ ვისაც აქვს. იმიტომ რომ აუცილებლად ღმერთი დაგანახებს, როდესაც არ გაქვს. შენს გვერდით იქნება ისეთი ვიღაცა, ვისაც აქვს. ამენ. მე რეიცი როდის გამოგწდის ღმერთი, გადააბრუნებს ფირფიტას, პლასტინკას, მოგცემს რაღაცას. და მე კიდე გამოგწდის. აბა როგორ გაუნაწილებს ხვას? გესმით? ყველაფერში გვწდის ღმერთი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღმერთი ეცდება რომ ჩვენ წვენა მოგვიმატოს. ამიტომ მუდმივად გავდივართ გამოცდას ვიფასებო. აქ გვაქვს ყოველთვის გამოცდა და როდესაც ღმერთთან მივალ იქ იქნება თავარი გამოცდა, გენერალური გამოცდა, გამოცდების გამოცდა. აქ თუ ჩაიჭრები, შანსი გაქვს შეიცვალო. მაგრამ იქ აღარ გაქვს შანსი. იქ კარგად უნდა ჩააბარო. თორე იღუპები. გესმით? ამიტომ კარგად ისწავლეთ. არ მოშორდეს შენი თვალი ბიბლიას. ამენ. ა ブラ ამისთვის არ გახდა დაბრკოლება სიმდიდრე, გამცემი იყო. სხვისი მაკურთხებელი იყო. იმიტომ ძალიან ბევრს ცოტა სიმდიდრე რო ეძლევა, თავში უვარდება. გესმით? იცის ეს შენი ბრალი არ არის. ეს მამონას ბრალია. მამონა მიცის თავში ავარდნა. მამონამ რა იცის, იცი? უფრო დაკავებულს გაგხდის, აღარ გეცლება ღმერთისთვის. დრო აღარ გექნება, მამონა ისეთი ბატონია. თუ მას დაეუჯერებ, არ უნდა დაუჯერო. ამენ? ის უნდა გამოიყენო, რომ მან დაგიჯეროს. თუ მამონას დაუჯერებ, დრო აღარ გექნება ღმერთისთვის, ეკლესიისთვის, ბიბლიისთვის, ლოცვისთვის, სულ შენ საქმეებში იქნები ჩართული. ამიტომ ა ブラ ამმა ჩააბარა ეს გამოცდა, თავში არა უვარდა. ესმეთ? ა ブラ ამმა გამოცდა ჩააბარა და ესე იგი ის იყო ღმერთის გზაზე, ღმერთის კვალს მიყვებოდა და ღმერთი მაშინ აგრძელებს შენს სწავლებას, თუ მის გზაზე რჩები.
ამენ. ღმერთი არ გამოგეკიდება შენ, ჩემო საყვარელო, მაგ არ წახვიდე. ღმერთი გეუბნება მე მომყევი. შეასრულე რასაც გეუბნები. თუ ამას გააკეთებ, ღმერთი აგრძელებს შენს ზრდას. ამენ. შენ ისეთი კი არ რჩები, შენ სრულყოფილი ხდები, შენ მართალი ხდები, შენ წმინდანი ხდები, შენ ერთგული ხდები, შენ მორჩილი ხდები, შენ თავმდაბალი ხდები, ყველაფერში გზრდის უფალი. ჰალელუია. ამენ. დღითი დღე ვიცვლებით ჩვენ და საითკენ იცვლები, გადახედე. თუ არასწორად იცვლები, მაშინ ეს უნდა გამოასწორო და ჩადგე კვალში, უნდა გაყვე ისე უფალს. ჰალელუია. ამის შემდეგ რა მოხდა ძვირფასებო? ნახეთ, არ დამთავრდა აბრაამის გამოცდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. დაუჯერა წარმოუდგენელი რამ გააკეთა. კაციშვილს რო არ ქონდა გაკეთებული მანამდე, ყველაფერი მიატოვა, აშენებული სახკარი, სიმდიდრე და წავიდა არსად. შეაქო ღმერთმა, უთხრა ყოჩახ, უთხრა რომ მე შენ გახტივ ერების მამად, აბრამი იყო და აბრაამი დაარქვა. გესმეთ? და მე აბრაამმა უთხრა, ბიჭო, ამდენი სიმდიდრე რომ მომეცი, მე მკვიდრი არ ამყავს. იმიტომ ბევრი მოსამსახური ყავდა, მოსამსახურებს დაუტოვო. და ნახეთ, ღმერთმა უთხრა, მოგცემ შთამომავალს. გესმეთ? ღმერთს ყველაფერი შეუძლია. თითქმის 100 წლის იყო და მისი მეუღლე 90-ის. კანონით არაფერი არ შეიძლებოდა. მაგრამ ღმერთი ყოვლის შემძლეა. ოღონდ უნდა ირწმუნო. მაგრამ ირწმუნო ვისი? ღმერთის და არა შენი თავის. და რა ქნა აბრაამმა ძვირფასებო? ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ვერ ჩააბარა. შეხედა თავისი თვალით, მე კაიცოლი მყავს, ლამაზია, მაგრამ დამიბერდა კაცო. აღარ ეყოლება შვილი. ამიტომ იქეთ შეტრიალდა და დაინახა ახალგაზრდა. და თქვა, ღმერთმა ხომ მითხრა გეყოლება. ალბათ ეს იგულისხმა ღმერთმა. იცით, მაშინ უფლება ქონდა ძვირფასებო ყოლოდათ რამოდენიმე ცოლი. იმდენად არასწორი ის არ იყო, რომ უღალატა ცოლს და იმრუშა. უფლება ჰქონდათ. ღმერთს მადლობა, რომ ეხლა არ გვაქვს ეს უფლება. ამენ. ამენ. დიდება უფალს. ჰალელუია. ქება ღმერთს. ნახეთ, რა ქნა? დაიწყო არასწორი ფიქრი. რატომ? წმენით არ იმოქმედა. როგორც კი წმენის რელსებს ჩამოშორდები, როგორც კი ერთ ფრთას დაასვენებ და მეორეთი იწყებ, ტრიალებ. როგორც კი ერთ ნიჩაბს უსვამ და მეორეს არა, წრეზე ტრიალებ. და წავიდა აბრაამის, ნახეთ, ჩაიჭრა გამოცდაში. ღმერთი უშვებს ისეთი კითხვების დასმას გამოცდაზე, რომ ჩახჭრას, მაგრამ არ უნდა ჩაიჭრა. დაიწყო ფიქრი, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, აირჩია არასწორი პიროვნება. ამენ. აირჩია არასწორი ოთახი, დაიბადა არასწორი ბავშვი, გესმეთ? და ეს ბავშვი დღეს ამდენი საუკუნეების განმავლობაში ისრაელის მტერია. გესმეთ? ის არაბული სამყარო, რომელიც არის აბრაამის შთამომავალი, ეწინააღმდეგება და ეცდება, რომ ისრაელი ჩააგდოს ზღვაში. ერთმა არასწორმა გადაწყვეტილება. ერთ არასწორ ნაბიჯს შეუძლია არა მხოლოდ შენი, არამედ შთამომავლობით, მემკვიდრეობით შენი პრობლემების შექმნა. და დღესაც ეს არაბული სამყარო ეწინააღმდეგება ისრაელს. და დღესაც ომი მიდის. სერიოზული ომი აბრაამის შვილებს შორის. გესმეთ? ისაკისა და ისმაილს შორის. თუ გინდა, რომ სწორად მოიქცე ღმერთის გარეშე, ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. ამენ? ამიტომ უმნიშვნელოვანესი პრინციპია ძვირფასებო, როდესაც ღმერთი რაღაცას კპირდება. ჩვენ იმ წუთში გვინდა და რატო არ გვაძლევს იმ წუთში?
მაშინ ვერ ვისწავლით რა არის ლოდინი. სულმოკლე, მოუთმენელი. აქ ამბობენ სულუქსარი. გესმით? შენ რომ ისწავლო მოთმინება. უნდა ელოდო. ნახე დერეკ პრინს რა კარგი გამონათქვამი აქვს ძვირფასებო. ყველაზე დიდი გამოცდა რწმენისთვის ლოდინია. ამენ. გინდა კარგად ჩააბარო გამოცდა? ელოდო უნდა. ამენ. უნდა ელოდო. შეიძლება თქვა რამდენ ხანს? რამდენი ველოდო? მთელი ცხოვრება ველოდები. ერთი რაღაცა მინდა შეგახსენო. ეშმაკს შეუძლია ლოდინი. და შენ უნდა აჯობო ეშმაკს. უფრო მეტი უნდა ელოდო მას. რამდენი ველოდო? 5 წამით მეტი ეშმაკზე. და გაიმარჯვებ. ამენ. რამდენი ველოდო? ძირფასებო, როდესაც სპორტში შეჯიბრებაა, ხო? წამის მეასედები წყვეტს, ვინ გახდება ჩემპიონი. წუთიც არ არის იქ. აი ამ წამის მეასედებში თუ აჯობებ ეშმაკს, გაიმარჯვებ. ამენ. ელოდე უფრო მეტი ვიდრე ეშმაკი. ელოდე ერთგულებით, ღმერთის განდიდებით. წვენით ელოდე. იმიტომ რომ ღმერთმა იცის ჩვენი სისუსტე ძვირფასებო. და რას ნიშნავს რომ ის ჩვენი მეგობარია? ის გვეხმარება, შანსს გვაძლევს. ამენ. აბრაამი დათანხმდა. შემდეგ და ღმერთმა მისცა ისაკი ძვირფასებო. ნახეთ, ნანატრი შვილი დაიბადა. და როდესაც ნანატრი შვილი იბადება, დიდხანს რომ არ არის, იმიტომ ჩვენ გვყავს და ვიცით, გაგვიგია, მაგრამ არის ეკლესიაში ისეთი წყვილი, რომელსაც ეყოლება ეს ნანატრი შვილი. სახეს და გვარს არ დავასახელი. ამენ. და ნახეთ, ნანატრი შვილი დაიბადა, ყველაფერი კარგად არის, ისროლეს თოფი, ქეიფი მიდის, სტუმრობა, ბაღანაზე რაღაცის საჩუქრის მიცემა და ღმერთი ელოდება. რომ ხო არ მოდუნდა ნეტა ჩემი მეგობრის აბრაამის რწმენა. და ღმერთი ამზადებს საოცარ გამოცდას. გესმით? ამას ეგონა რომ ბიჭო უკვე ჩავირიცხე, სტუდენტი ვარ, კაცო, მალე პროფესორი გავხდები, მაგრამ ღმერთმა თქვა არა ჯერ. შენ კიდე მოგიწევს გამოცდების ჩაბარება. გიყვარს გამოცდების ჩაბარება? ეს არის რაც შენ გამოგწრთობს და გაგაძლიერებს. ჰალელუია. მას ძალიან უყვარს ისაკი. ამენ. ძვირფასებო, ერთი საინტერესო ილუსტრაცია მინდა გაჩვენოთ. შენთვის ვინ და რა არის პირველ ადგილზე? სახლი, ფული, მანქანა, მეუღლე თუ ღმერთი? როგორ გაიგოს ღმერთმა? მოდი ესეთ კითხვას დაგისვამ. ვინ არის შენთვის პირველ ადგილზე? მითხარით, ვინ არის? ღმერთი? როგორ გაიგოს ღმერთმა, რომ ეს სიმართლეა? ჩაატარებს გამოცდას. ამენ. ჩაატარებს გამოცდას. კაი სახლი გექნება, კაი მანქანა გეყოლება, კაი ოჯახი გექნება, შვილი და აუცილებლად მოგიწევს გამოცდის გავლა. ვინ არის სინამდვილეში პირველ ადგილზე შენ ცხოვრებაში? ჰალელუია. აბრაამი ვენებს იჭრიდა, კი, შენ ხარ პირველ ადგილზე. და ღმერთმა უთხრა. რადგან შენ არ იშლი ამას. როდესაც ღმერთს ეუბნები, ღმერთო პირველ ადგილზე ხარ? წესით უნდა უთხრა. მართლა უნდა იყოს ის, თორე მოგიწევს გამოცდის ჩაბარება და ვერ ჩააბარებ თუ ტყუი ხარ. ამენ? ამენ. და ღმერთმა უთხრა, კარგი, დამიმტკიცე რომ მე ვარ შენ ცხოვრებაში პირველ ადგილზე. არაფერი არ არის. ღმერთო, ჩემთვის შეუძლებელი. შენ ისეთი მაგარი ხარ, მაჩუქე შვილი, მემკვიდრე, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. და ღმერთმა უთხრა, კარგი, მაშინ შენი საყვარელი ძე შემომწირე. და ალბათ აბრაამი ეუბნებოდა, ღმერთო, ისმაილი შემოგწირო?
ისმაელზე უთხრა? კარგი თუ ისმაელი არ მოგწონს, მე ისე მიყვარს სარა. მოდი სარას შემოგწირავ. ეს უთხრა ღმერთმა? არა. რა ადვილად შეგიძლია მისცე, რაც შენთვის ძვირფასი არ არის. როდესაც ყულაბა მოდის შესაწირავად ძვირფასებო. აი დახუჭე თვალები და აი შენს თავს გაეცი პასუხი გამოცდის წინაშე. რა მიეცი? რაც შენთვის ძვირფასი იყო თუ რაც ჩვეულებრივი იყო? რატო გთხოვს ღმერთი საუკეთესოს? რომ გასწავლოს რაღაც. რა სწავლობ? იცი, ყოველ შესაწირავზე შენ რაღაც უნდა ისწავლე, რომ ეს გამოცდა შენი გულის. ფული არ ჭირდება უფალს, აქვს შენზე მეტი. აქვს. ერთი $1000 მეტი ხო ექნება შენზე. შენი გული ჭირდება უფალს. რას აძლევ? რაც შენ აღარ გინდა და რის გარეშეც შეგიძლია, თუ რის გარეშეც არ შეგიძლია და თუ ღმერთს მისცემ რის გარეშეც არ შეგიძლია, ღმერთი სასწაულს მაშინ იწყებს შენ ცხოვრებაში. ამიტომ არ არის სასწაულები. ამენ? გინდა სასწაულები? დაიწყე მიცემა. შეწყვიტე რაღაც ვაჭრობები, რაღაც წარმოდგენები, რომ მე ესე მჯერავს, მე ესე მწამს. შეასრულე ბიბლია და მოემზადე გამოცდისთვის. ამენ? ძალიან ბევრისთვის ფულია პირველ ადგილზე და დამონებული ყავს ფულს ვიფასნო. იძულებულია. არასწორ უღელში ყოფს თავს, ვალებშია. ძალიან ბევრი, აი მანქანა ღმერთი. ფუფუნების საგანი. ძალიან ბევრისთვის სახლი. ხო, სახლს ვერ მივატოვებ. რაც არ უნდა გიყვარდეს შენი სახლი. ჯერ ერთი ეს სახლი ყოველთვის უნდა იყოს ღია. სტუმართ მოყვარე იყავიო. სახლი უნდა მიუძღვნა უფალს და იქ მსახურებები უნდა ატარო. ამენ? მაგრამ ერთშვენიერ დღეს მოგიწევს სახლის დატოვება. ამენ? სულ. და ვის რჩება და როგორ მოულის, იგიც არ იცი. მიქელ გაბრიელი რომ მოგაკითხავს, რა სიტყვის სახლს ვერ დავტოვებო? ძალიან ბევრისთვის შვილია კერპი. შვილი, ღმერთს უნდა აღუზარდო მისი ტრადიციები და რა შენ ტრადიციებში გაზარდო. ამენ? ყველაფერს უნდა მიაჩვიო. ადრე აჩვევდნენ სიზარმაცეს. გესმით? ამპარტავნობას ზრდიდნენ ესე შვილებს. უკარებები იზრდებოდნენ. მაგრამ შვილს უნდა მიაჩვიო ყველაფერი, უნდა ამუშავო. შრომის მოყვარე უნდა იყოს. ამენ? ტელეფონები კი არ უნდა უყიდო. ბოლო მოდის და დაკარგო ინტერნეტში. ღმერთში უნდა დაკარგო. ჰალელუია. და ნახეთ 22 თავი დაბადების თვითფასება. ამ ამბების შემდეგ გამოსცა და ღმერთმა ა ブラ ამი. რა ქნა? გამოსცა და კიდე დაუძახა ა ブラ ამ და უპასუხა, აქ ვარ. რას ნიშნავს სიტყვა აქ ვარ? მე სხვა ფერი მივეცი ამ სიტყვას ვიფასო. ურეკავ ვიღაცას და არ გპასუხობს. გათიშულია, გამოსულია მოქმედების ზონიდან. ამ დუნიაზე აღარ არის. ესეც არ გამოიყენებს ღმერთი. ო, მე ეკლესიაში რატო არ მიყენებენ? და უნდათ გამოყენება მარტო ტრიბუნაზე რომ დააყენო. გესმით? საქმე რომ არის იქ არ არია. ა ブラ ამი ყოველთვის იყო იქ, სადაც ღმერთს უნდოდა. აი როგორც კი დაგიძახებს ღმერთი, უნდა უთხრა აქ ვარ. კი არ უნდა უთხრა ეხლა არ მცალია. ეხლა სახლს ვაკეთებ, ეხლა ყანას ვხნავ, ეხლა ვქორწილდები, როგორც იესო თქვა. დაპატიჟა და უარი უთხრა ყველა. მიხვდით? ფულს ვაკეთებ, კი არა? აქ ვარ, ყოველთვის უნდა უთხრა. მაშინ უთხრა, აი მაშინ დაგელაპარაკება ღმერთი, როცა მასთან ხარ.
წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს. შესწირე რა ძალიან გიყვარს. რაც არა ის არ ჭირდება ღმერთს. საერთოდ თუ შენ არ გინდა ღმერთს რატო აძლევ კაცო? ამენ. ამენ. ჩემთან ხარ ძვირფასებო. მისმენთ. ნახე, შესწირეო ეუბნება. მთაზე რომელსაც გიჩვენებ. და ბიბლიაში წერია რომ დილა უთენია ადგა ა ブラ ამი. არ ვიცი ეძინა თუ არა. როგორ უნდა დაეძინო კაცმა? შეიძლება ნახევრად დაეძინებოდა ისმაელი რომ ყოფილიყო შესაწირი. ცოლზე შეიძლება კარგად იხრუტუნებდა რომ კაი ახალი ცოლი მეყოლება კაცო. მაგრამ მისი საყვარელი ისაკი იყო ძვირფასებო წასაყვანი. გესმენთ? შეგიძლია წარმოიდგინო შენი თავი ა ブラ ამის ადგილზე ცოტა ხნით. იმიტომ წერია ადგა დილა ადრიან და გაეშურა იმ მთისკენ რომელიც უფალმა უთხრა. ამენ. ღმერთს არ ჭირდებოდა ისაკი ძვირფასებო და არც მისი მსხვერპლი და მოკლა. ღმერთს უნდოდა რომ ა ブラ ამი ყოფილიყო ისეთი როგორც თვითონ იყო. ამენ. ღმერთს შენი შეცვლა უნდა როდესაც რაღაცას გთხოვს. ღმერთს ის არ არის დაინტერესებული რომ გაივსოს ეკლესია. შენთვის, შენი ოჯახისთვის არის საჭირო რომ იყო აქ. ამენ. იესოს 12 კაცი ყავდა ეკლესიაში, მეტი არა. და იქაც პრობლემები იყო. რაც უფრო ბევრი ადამიანი, ბევრი პრობლემაა. ამენ. 5 კაცია 5 შეხედულება, ადრე დამთავრდება კამათი. 50-ია 50 შეხედულება. გესმენთ? ამიტომ ღმერთს შენ შეცვლა უნდა, შენ უნდა გახადოს მორწმუნე, რომელზეც იტყვის რომ ეს ჩემი მეგობარია. არ არის ასიამოვნო თელ ზეცას რომ უთხრას ღმერთმა. ლუკა ჩემი მეგობარია. ზაური ჩემი მეგობარია. გინდა შენი სახელი აქ. ჩასვი შენი სახელი. როგორ უნდა გახდე მისი მეგობარი თუ რწმენით არ ცხოვრობ, თუ არ იცვლები, თუ არ იზრდები. ჰალელუია. ჰალელუია. თუ არ მისცემ ღმერთს დროს, ღმერთი არ წაგართმევს მას. ეშმაკი გართმევს თუ არ აძლევ. ყველა ზარალი რაც გაქვს, ეშმაკის წართმეულია. ღმერთის არა ძვირფასო. გესმენთ? ღმერთი გეუბნება რომ დამიჯერე. იმიტომ რომ ჩემს გზაზე გაქვს შენის კურთხევები, რომელიც მინდა შენთვის. ჰალელუია. რწმენა ყველას აქვს. იცით, ბიბლია რაც გვეუბნება, ეშმაკსაც წამს. გესმენთ? დღეს ურწმუნო არავინ არ არის, ეშმაკიც არის მორწმუნე. მაგრამ საქმეები არ გააჩნია ძვირფასებო. ამენ. და უნდა იყოს განსხვავება შენსა და ეშმაკს შორის. ეშმაკს არა მხოლოდ წამს, თრთის, ეშინია, კანკალებს. და ძალიან ბევრი ქრისტიანი აღარ კანკალებს, კაცო. აღარ ეშინია ღმერთის. იმდენად ცოტა სხვა რელსებზე არის გადასული. საქმეების სრულყოფს რწმენას, გადარჩენას და დახსნას. ნახეთ იაკობის მეორე თავში 1-2 მუხლი მინდა წავიკითხოთ. აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს, ერწმუნა ა ブラ ამი უფალს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი. გესმენთ? ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. რომ გამართლდე, საქმეც უნდა გქონდეს. გესმენთ? მარტო რწმენა არ გაგამართლებს. მე მწამს იესო ხსნელი ხარ. რა საკეთებ იმისთვის, რომ გწამს? საქმეები უნდა მიაყოლო. ერწმუნა ა ブラ ამი, კი ბატონო, მაგრამ რა საქმე გააკეთა ძვირფასებო? რაც ღმერთმა მოთხოვა, შენ რწმენაში, რასაც ღმერთი გთხოვს, უნდა გააკეთო.
მიიყვანა ისაკი და ეს იყო საქმე, რომელზეც დღესაც ლაპარაკობენ. ეს მე გინდა ისეთ საქმე გააკეთო, რომ ილაპარაკო? ცუძე ისეს ლაპარაკობენ ჩვენზე. ოღონდ პატარა რაღაცა შეგეშალოს. არა ვიწყდებათ. მოდი, ზეცა ლაპარაკე. ისეთი რაღაც გააკეთე, რომ თქვან, ვაუ! მოდი თქვი, ვაუ! მოდი ყველა ერთად თქვათ, ვაუ! აი ეს ათქმევინე ზეცას. ამენ. თორე წუთისოფელი ამას სულ ამბობს, ვინ არის ეს? გესმით? ალაპარაკე ზეცა შენი რწმენით. რომ თქვას უფალმა, ნახე რა შვილები მყავს იქ. ჰალელუია. ქება ჩვენს ღმერთს ვირფასებო. რწმენას ჯერა დაპირების და ემორჩილება სიტყვას. რწმენას ჯერავს ყველა აღთქმის, რაც ღმერთმა თქვა. ეჭვი არ ეპარება. ებრაელების მე-11 თავში. წმენით მიიყვანა აბრაამამ სვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა. კიდე ერთხელ გამოიცადა ვირფასებო. როდესაც რაღაცებში გადიხარ, ჰალელუია თქვი. შენ გამოცდას გიტარებს ღმერთი და შენსკენ არის. წმენით გამოიცადა. მიიყვანა, როცა გამოიცადა და რა კი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდ შობილსაც წირავდა. ნახე, რამ გადაადგმევინა აბრაამს ეს ნაბიჯი ვირფასებო. ღმერთმა უთხრა, რომ შენი შთამომავალი დაემკვიდრებსო მიწას და ის ისე დარწმუნდა ღმერთის სიტყვაში, რომც მოვკლა, მაინც მომცემსო ღმერთი მას ცოცხალს. ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს კვდრეთით აღდგენის ძალად შესწევს. აი როგორი რწმენა უნდა გქონდეს, რომ შვილი გასწირო, რომ ღმერთმა აღადგინოს კვდრეთით. შენ რო გითხრა ვინმე, მორწმუნეები ხო ხართ, კი? მიდი მოკალი პასტორი და ღმერთი აღადგეს წმენით. ხო ადვილად მომკლავ. მაგრამ შენს თავზე? ადვილია სხვაზე თითის მიშვერა და წმენის სწავლება. შენს თავზე გამოსცადე. ამენ? შენ როგორ მოიქცევი? ღებულობთ რამეს დღეს სწავლობთ ვირფასებო. ჰალელუია. მე მინდა რომ შენი რწმენა გაცოცხლდეს და გახდეს მზარდი. ამენ. აი ამიტომ ვარ დღეს აქ. მინდა რომ ჩემი რწმენა გაიზარდოს, რომ მორწმუნეები ვიყოთ და ღმერთს ვასიამოვნოთ. კი არ თქვათ რა მაგრები ვართ. ღმერთი განვადიდოთ და არა ჩვენი თავი. ჰალელუია. მას წამდა რომ ღმერთი კვდრეთით აღადგენდა. ნახეთ, ესეთი გამონათქვამია ვირფასებო, რწმენა ხედავს, უხილავს, სწამს დაუჯერებელი და ღებულობს შეუძლებელს. ამენ? რწმენა ხედავს, უხილავს, სწამს დაუჯერებელი და ღებულობს შეუძლებელს. გასაოცარია ვირფასებო რწმენის აღიარება. მე მინდა ვნახოთ დაბადების 22-ის მეხუთე. უკვე მიდის აბრაამი ისააკთან ერთად. უთხრა აბრაამმა მსახურებს, თქვენ ახლა დარჩით სახედართან. მე და ჩემი ვაჟი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით. რა რწმენა არის, ნახე. ჯერ კიდე დარწმუნებული არ არის, უბრალოდ წმენით დადის. რო წავლენ იცის, რო შესწირავენ იცის, მაგრამ ორივე მოbrunდება თუ არა, როგორ უნდა თქვა? რა რწმენა უნდა გქონდეს, რომ თქვა მოვბრუნდებით? კითხვა ხო დაისმევდა, ხო უნდა მოკლა ეს კაცო. რაფერ მოbrunდებით ორივე? შენ მოbrunდები, მაგრამ ის ხომ მსხვერპლად იქნება მიყვანილი. გებულობ? მაგრამ ამბობს მოbrunდებით. აი ამ ერთ ასოში თუ არის რწმენა ძირფასებო ჩადებული. წავალთ, არ არის რაღაც წმენის დიდი გამოცხადება. მიდიხარ, მე რა. რომ შესწირავ, ხო უნდა მოკვდეს. და მოbrunდებითო რომ ამბობს. ამან საერთოდ შეძრა ძვირფასებო მთელი ზეცა. ამენ? ამ ერთმა ასო. მსახურებს ეუბნება ჩვენ ორივე მოbrunდებით აქ. დაცავე ჩვენი სახედარი, რომ ერთად წავიდეთ სახლში. აი რწმენა. ამენ. აი რა ისწავლა აბრაამმა.
აი როგორ უნდა იმოქმედო. მე ამას ვაკეთებ. შეიძლება არანორმალურია ყველას თვალში, მაგრამ ღმერთმა რომ მითხრა, იმიტომ ვაკეთებ. ამენ. აი რატო ვიქცევი ასე? აი რას ნიშნავს ეს? შემდეგ ჯვარცმის წინასწარმეტყველება 22-ს მე-6 მუხლი ძვირფასებო, ნახეთ რა წერია. აიღო აბრაამმა სამშერყლო შეშა და თავის ძეს ისააკს ახკიდა ზურგზე, თვითონ ცეცხლი და დანა აიღო ხელში და წავიდნენ. ნახეთ, შეშა ახკიდა ზურგზე. იესომ ჯვარი აიკიდა ზურგზე, ძვირფასებო, აი წინასწარმეტყველება. გესმით? დანა სულიერი მახვილი ეს ბიბლია. ჰალელუია. რომელიც ყველაფერს აი შვინვის და სულის გაყოფამდე ჭრის ყველაფერს. შენ ვერ ხვდები სიტყვა აგიხსნის და გაგაგებინებს. ცეცხლი ეს სულიწმინდაა ძვირფასებო. ამენ. სულიწმინდის ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი რაც ღმერთს უშლის, რომ შენ გადარჩე. ამენ. ჯობს ყველაფერი დაწვა სულიწმინდის ცეცხლში, ვიდრე შენ იყო ცეცხლის ტბაში. აირჩიე. ჰალელუია. დაწვი ყოველგვარი ხორციელი. სიჯიუტე, სიზარმაცე. ამენ. ურჩობა, ამპარტავნება, სიძუნწე, უპატიებლობა დაწვი და გააქტიურდი, რომ ღმერთი განდიდეს შენ ცხოვრებაში. ჰალელუია. ისაკი ეკითხება, მამა, აქ არის ცეცხლი, აქ არის დანა. ამენ. აქ არის სამსხვერპლო. მსხვერპლი სად არისო? მოდით ნახოთ ეს ადგილები, მე-8 და მე-14 მუხლები. და ღმერთი ეუბნება, უფალი გამოაჩენს. ეს არის არამეული ებრაული სიტყვა იაჰვე ირე. თქვი იაჰვე ირე. როდესაც წვერის გზაზე ხარ და არ არის პასუხი. იცი რა უნდა თქვა? ღმერთი გამოაჩენს. პრობლემაში ხარ? გადიხარ პრობლემაში? გააგრძელე და აღიარე რომ ღმერთი გამოაჩენს გამოსავალს. ამენ. თუ ვერ ხედავ გამოსავალს, თუ პასუხი არ არის, თუ ყველა უარყოფით სიტყვას გეუბნება, შენ არ გაიმეორე, შენ თქვი ღმერთი გამოაჩენს. ჩემი ღმერთი არის ის, ვინც გამოაჩენს აუცილებლად. არ ჩანს გამოსავალი, ღმერთი გამოაჩენს. ამენ. არ არის პასუხი, ღმერთს აქვს ეს პასუხი. ღმერთი გამოაჩენს, თქვი იაჰვე ირე. თქვი რამოდენიმეჯერ იაჰვე ირე. ჩემი ღმერთი გამოაჩენს. მე თუ მორწმუნე ვიქნები, ჩემი ღმერთი გამოაჩენს. ამენ. მე თუ ვირწმუნებ, ჩემი ღმერთი გამოაჩენს. მე თუ დაუჯერებ, ჩემი ღმერთი გამოაჩენს. მე თუ დავდაბდები, ჩემი ღმერთი გამოაჩენს. მე თუ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჩემი ღმერთი გამამარჯვებინებს და აუცილებლად მივალთ. ჰალელუია. ამენ. კატრინ კულმანს აქვს გენიალური ფრაზა ძვირფასებო. მოდით ნახოთ და თან წაგიკითხავთ. რწმენა არის, როცა არ გწამს ის, რასაც ხედავ და იწყებ დანახვას, რაც გწამს. ამენ. რწმენა, როცა წყვეთ იმის დანახვას, რასაც ხედავ, შეწყვიტე დაჯერება, რასაც ხედავ. დაინახე რისიც გწამს. ამენ. თუ ხედავ რაღაც ცუდს, არ ირწმუნო ეს. წმენა არის უხილავის დაჯერება. თუ გძნობ, თუ ხედავ ტკივილს, არ ირწმუნო. მე რა ვტკივა? ირწმუნე რომ ღმერთმა თქვა რომ განკურნებული ხარ. ამენ. ირწმუნე რომ გამოსავალი მოვა შენ ცხოვრებაში. ჰალელუია. ღმერთმა თქვა რომ იქნები კურთხეული. ძვირფასებო, იესო მდიდარი გაღარიბდა, რომ მე ღარიბი გამდიდრებულიყავი. თუ მე ვხედავ რომ ღარიბი ვარ, უფალი მეუბნება რომ არ ვირწმუნო ეს. მე რა რო ვარ? რა უნდა ვირწმუნო? რომ უფალი გამამდიდრებს. ამენ. თუ ხედავ ტკივილს, მისი ჭრილობებით მე ხო ვარ განკურნებული. დაინახე რომ განკურნებული ხარ. შეწყვიტე იმისი დაჯერება, რასაც ხედავ. დაიწყე დაჯერება, დაიწყე წმენა, რაც გინდა რომ იყოს შენ ცხოვრებაში და ეს ახდება. ამენ. მოდით ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ ძვირფასებო. ჰალელუია. ჰალელუია ჩვენს ღმერთს. მოდით ნახოთ სმით ვიგსბორტის გამონათქვამი.
წმენა მოძრაობს პირველი, მერე მიყვება ღმერთი და პასუხობს წმენას. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მთების გადაადგილება, მაგრამ წმენა და ლოცვა ამოძრავებს ღმერთს. ღმერთი იქნება უმოქმედო თუ შენ არ გწამს. მაგრამ როგორც კი წმენით დაიწყებ მოძრაობას, ღმერთი მთებსაც გადაადგილებს, ყველა პრობლემას გადასწევს შენი ცხოვრებიდან ღმერთი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ირწმუნებ და დაიჯერებ. ჰალელუია, ძვირფასებო, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ წმენას ხელს უშლის უპატიებლობა. ამენ? წმენას ხელს უშლის უპატიებლობა, მიმტევებელი უნდა იყო. ნამდვილი წმენა ეს არის ადამიანის სისუსტე, რომელიც ეყრდნობა ღმერთის ძალას. მუდის აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი და ესეც მინდა გაჩვენოთ და უკვე მოვრჩებით. ჰალელუია. ნამდვილი ჭეშმარიტი წმენა ეს არის ადამიანური სისუსტე, უძლურება, მაგრამ ის ეყრდნობა ღმერთის ძალას. ამენ? ის ეყრდნობა ღმერთის ძალას. მე უძლური ვარ, მაგრამ ღმერთია ყოვლის შემძლე. მე არ შემიძლია, მაგრამ მას შეუძლია. 22-ის მე-7 მუხლი ძვირფასებო. ნახეთ? უთხრა ისაკმა აბრაამს, მამა, და მიუგო აბრაამმა, აქა ვარ შვილო. ნახეთ? აბრაამი ყოველთვის იყო იქ, სადაც ღმერთი ეძახდა. შეშა და ცეცხლი გვაქვს, სად არის მსხვერპლი? ძვირფასებო, იესომ ღმერთმა იესოს მეშვეობით გვაჩვენა თუ რას ნიშნავს შვილის შეწირვა. აბრაამს გაუცოცხლა, არც მოუკლავს ისაკი. ჩაუთვალა რომ მან მოკლა. მაგრამ ღმერთმა თავისი ძე არ დაინდო. შენთვის და ჩემთვის. ამენ? ამბობენ, იგივე მთაზე მოხდა წლების მერე იესოს ჯვარცმა. იგივე ადგილზეო. და ღმერთმა ამით თავისი სიყვარული დაგვიდასტურა, მეგობრებო. გესმით? ღმერთმა დაადასტურა, რომ მამას მართლა შეუძლია შვილის შეწირვა და ვისთვის? შენთვის და ჩემთვის. ამიტომ მე გაკურთხებთ იესოს სახელით და მოდით უფალს მადლობა უთხრა ძვირფასებო, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მოგვემატოს წმენა. მოდი აწი შენი ხელი მისკენ და უთხარი, ღმერთო, გთხოვ, მაპატიო იესოს სახელით.